მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვიმყოფებით ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკში. ეს არის სპეციალური გამოშვება 1000 გამომწერისთვის. ვიზიტორთა ცენტრიდან როდესაც წამოვალთ, დაახლოებით 2 კილომეტრში არის სწრაფი კვების ობიექტი, სადაც მუშაობს ძალიან მაგარი ხალხი და აქვე არის ლიკანის ასახვევი, სადაც უნდა ავიდეთ ჩვენ. ესეც ასე მეგობრებო, ჩავლაგდი. ჩანთა მზად მაქვს. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ესეთი კარგი ბილიკით ვიწყებთ ლაშქრობას. ესეთი მიდგომა არსებობს, როცა ლაშქრობას იწყებ, პირველი 10 წუთი დადიხარ დაბალი ტემპით, რათა შენი სხეული გახურდეს, დაახლოებით შეისვენებ 2 წუთით და ამის შემდეგ გააგრძელებ გზას. ეს დაგეხმარება სხეულის ტემპერატურა დაარეგულირო. ჩვენ ვართ ზუსტად აქ, აი ეს წითელი წერტილი და აი ასე კაპ ასე ავუყვებით წითელ ზოლს და მივად ამ თავშესაფარზე. ეს არის მე-10 ნომერი ბილიკი და let's go. რაც შეეხება ფინანსებს, 30 ლარი გადავიხადე. ამ თანხაში შედის ბილიკზე შესვლა და თავშესაფარში დარჩენა. და თოვლი. მაგარი რეინჯერების ქოხი. ალბათ რეინჯერების არაფერია შეგეთ. მაინც ვერიდები რომ ადამიანები გამოვაჩინო. ეს არის შესასვლელი უკვე ოფიციალურად პარკის ტერიტორიაზე ვართ. ეს ფურცელი არის რეგისტრაციის ფურცელი, რომელიც გადაამოწმეს, რომ ნამდვილად უცხოპირი არა ვარ ადგილზე. ეხლა ტემპი უნდა ავწიო სიარულიც, რადგან ვიდეოს გადაღების პროცესში სიარულიც მნიშვნელოვანია, რათა არ ჩამოურჩეთ დროს. ლაშქრობის დროს აუცილებლად უნდა დააკვირდეთ რელიეფს. დავინახოთ ქვების ლოდები. ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ ამ აქაურობას არ ახასიათებს ეს ქვები. აი ძველი ნასახლარი, კარგად გამოჭრილი დიდი ქვებია და ალბათ რაღაც ბანაკი იყო ან რაღაც ეგეთი, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ხა თოვლიც ადეს და არ ჩანს თუ რა შეიძლება ყოფილიყო. ძალიან კრუგზიარი და აქაც დიდი ქვა აგდია. რადგან ეხლა ჩვენ ვართ თოვლზე, ზის სხივები ირეკლავს ულტრაისფერ სხივებს და აზიანებს ჩვენ თვალებს. ამიტომ რა უნდა ვქნათ? სათვალე, გაიგეთ სათვალე. შეიძლება მზე არ იყოს, ეხლა კონკრეტულად ჩახჩახა მზის სხივები არ არის, თუმცა დამალულია რა, აი კრისტალებს ხედავ ეხლა სათვალეში და კარგად ვარ. იმიტომ რომ სათვალე მიკეთია, გაიგეთ სათვალე. სავარაუდოდ 25-30 წლის ხალხი მოვიდა და თოვლის ბაბუა გააკეთა რა. რაღაცა ინციდენტს აქ ადგილი. ხოდა ნახეთ, აი ეს ნახეთ. ვიღაც ფეხი დაუსრიალდა და რა არიცი, ეს სახე ხო არ არის, ანუ სახე ხო არ დაარტყა და აი ხელები დაარტყა, ოკეი. მაგრამ რა ვიცი, გადარჩა ნეტა, მაგრამ სიცხლით არ არის, გადარჩა. ამიტომ ხალხო რა ვიცი, აი მე პირადად ვიყენებ ჯოხებს. და ეხლა ეს ჯოხები რა არის? გიცავს წაქცევისგან და რატო ეხლა? ჩვენ ხო იდეაში 2 ფეხზე დავდივართ. ჯოხების მეშვეობით ჩვენ დავდივართ 4 ფეხზე. გვეხმარება როგორც მდინარე კარგად გადავლახოთ, მოვეჭიდოთ. ასევე თუ მარჯვენა ფეხი ამისრიალდა, მარჯვენა ჯოხს უკან გავწე და ის შეასრულებს ჩემი მარჯვენა ფეხის როლს. და არ წავიქცევი. ამიტომ ჯოხები ძალიან მაგარი რამე არის. ასევე სხეულის წონას ათანაბრებს დაახლოებით 15-18% ანაწილებს ხელებზე. და უფრო მარტივად დადიხარ. როგორც ხედავთ, ეს ფიფქის ფორმის პლასმასი არის სპეციალურად თოვლისთვის. დიდ ღრმა თოვლში არ ეფლობი, როდესაც აი ესეთით გადაადგილდები. ზუსტად ბილიკის დასაწყისიდან გავიარე 1 კილომეტრი და 800 მეტრი და აქ არის უკვე ბილიკების საინფორმაციო დაფა და აქ შეგიძლია მიმართულებაზე გახვიდე. ეხლა მოვედით გადასახვევ ადგილას. ქვემოდან ხომ მოვდიოდით და მარცხენა მხარეს უნდა ავუყვეთ მთის ბილიკს. ჩიტახევის თავშესაფარში მივდივართ ჩვენ, რომელიც აქედან არის 8.5 კილომეტრში. თუ სალაშქროდ არ გინდა აქ წამოსვლა და გინდა უბრალოდ გაისეირნო, როგორც თქვი, ზუსტად აქამდე დაახლოებით არის 2 კილომეტრი. შეგიძლიათ, რა ვიცი, თქვენ ოჯახის წევრებთან ერთად, მეგობრებთან ერთად გამოხვიდეთ, გამოისეირნოთ, აი როგორც ხედავთ, ეხლა თოვლია. აქ არის გველივით დაკლაკნილი ბილიკი, რასაც კარგი სახელი ქვია სერპანტინი, რადგან თოვლია და სიცივია,
ნებისმიერი ტექნიკის ბატარეა მალე ჯდება. ტელეფონის, კამერის, სასროელია რომ ტელეფონი გედოთ თბილ ადგილზე, მაგალითად, თქვენ ჯიბესთან, ჩემსავით რაღაცა გინდათ ვიდეოს გადაღება და მაგალითად გავთ action კამერა, ამ შემთხვევაში DJI-ს აქვს extreme ბატარეა, რომელიც უძლებს ყინვას, GoPro-ს აქვს enduro ბატარეა, რომელიც არის იგივე ტიპის და გირჩევდით აი ამ ბატარეებით გამოიყენოთ, თორე შეიძლება უბრალოდ აქ კამერის წამოხვიდეთ და გონიათ რომ იღებთ, გონიათ რომ ყველაფერი კარგად არის, თუმცა ბატარეა უცებ დაჯდეს და ვეღარ დატანოთ. გაითვალისწინეთ ეს ყოველთვის. გაგვიმარჯოს აბა. აუცილებლად გჭირდება წყლის დალევა და ენერგია. ენერგია ხა, რავი. ფინიქს გირჩევდით. ხაგმოლ, აია. ვიცი ხალხო, ვერ საუბრობ და ელოდებით თოვლს, მაგრამ მე ვარ პატარა იუთუბერი ხალხო. 950 გამომწერი ყავს და ეხლა ვიღებ special videos. აი ერთი რჩევას თუ მოგეწონა, შეგაცეო კიდე 100 რჩევას მოგცა. გამოიწერეთ ჩემი არხი. ცოტა ტემპერატურა დაიცა და აი ხელებზეც შემეტყოროთ ცოტა შემცევდა. ამიტომ რას ვაკეთებთ? გაიკეთე ხელთათმანები. გაიკეთეთ, ბილად გაქვს ხელი. აი ეს პრობლემაც გადაიჭრა. პირველად აქ მე და ჩემი მეგობრები წამოვედით 2019 წელს. რაღაცა კინაღამ მოკვდი აქ. და რატო? ძალიან ცუდი აღჭურვილობა მქონდა. უფრო ტანსაცმელი და ვერ ვთქვებოდი. ყველაფერი გაყინული მქონდა. სოელი ვიყავით და არ ვიყავით კარგად. მეც ვთქვათ ვიყავი, მაგრამ ავახცე მეგობრების დახმარებით. თქვენი აზრით რატომ მიჭირავს ჯოხი ესე და რატო არ მიჭირავს ესე? აი კომენტარებში დამიწერეთ სწორი არის თუ არა გეჭიროს ესე თუ ესე არის სწორი. პირველი აღმართი ამოვიარეთ, რომელიც იდეაში ალბათ ყველაზე რთულია, რადგან ჯერ სხეული არ არის გახურებული და აი ამ აღმართს რო გაივლით, მერე შედარებით უფრო მარტივდება. თოვლი არ არის დიდი და ცოტა გამიკვირდა, იმიტომ რომ ველოდი დიდ თოვლს, თუმცა რაც არის დატკეპნილი და არის ძალიან კაი სასიარულო. დაცულ ტერიტორიებზე ლაშქრობა არის საკმაოდ უსაფრთხო, რადგან არიან რეინჯერები, ვინც პირველ რიგში ზრუნავს გარემოზე, აქაურობაზე და შემდეგ ადამიანებზე და ცხოველებზე. ვინც პირველ ნაბიჯებს გადადგამთ ლაშქრობის მიმართულებით, შეგიძლიათ პირველი თქვენ ლაშქრობა იყოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. მენდეთ. რა არის ახლა ესა ვინ დახატა აქ და რატო? ეს არის ხალხო მარკირება, რაც ნიშნავს, რომ აქ არის ბილიკი. და ჩვენ სწორ ადგილას ვართ ცხოვრებაში. რადგან წითელი არის ჩვენი ბილიკი, უნდა გავყვეთ წითელ მინიშნებებს, რომელიც არის აქ. მაგრამ რა არის ახლა ეს ფერები აი აქ? ყვითელი არის მარტივი სალაშქრო ბილიკი, სადაც ნაკლებად ხდებათ რაიმე დაბრკოლება, ნაკლები მანძილი გავლა გიწევთ, არ გიწევთ მაღალი ზღვის დონის აწევა და ასე შემდეგ. ოპა, ახლა ეს ლურჯი რაღაცა ისე გამოიყურება. ლურჯი არის ძალიან რთული ბილიკი და რატო? არის გრძელი მანძილი დაახლოებით 20-დან 50-მდე ან მეტი. შეიძლება რამე ესეთი დაბრკოლება შეხვდეს. დინარე, ხევი, ქვა, წითელი არის იდეაში საშუალო დონის ბილიკი რა. არც მარტივი არ არის, არც რთული არ არის. ამიტომ თუ სადმე შეხვდებით ესეთ მარკირებას, ეს არის ბილიკის აღნიშნული მარკირება და ეხლა რა ხდება? თქვენ თუ დადიხართ, ეხლა ხო ხედავთ რომ აქ მარკირებული არის. იცი რომ სწორად გახარ ბილიკზე. როდესაც ლაშქრობას გააგრძელებთ, დაახლოებით იგივე ნიშანი უნდა შეხვდეს 150-დან 200 მეტრამდე. მაგრამ ეხლა ვაი და არ შეხვდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ბილიკს აცდი და სავარაუდოდ დაიკარგე. მაგრამ ეგეც არ არის დიდი პრობლემა, იმიტომ რომ თუ დაიკარგე, რეინჯერი გიპოვის. ამას არ ხუმრობ მართლა. ხალხო რა დროს გავთიშე კამერა ირემია. ზუსტად იმ მომენტში გავთიშე კამერა, რა დროსაც ირემა გაირბინა წი. ვოუ. ორჯერ ყავს ანახი ირემი, მაგრამ არც
ერთხელ კადრში. ირემო, მაინც გნახავ. მაინც დაგიჭერ კადრში. აი, ხალხო, რაღაც ტექნიკა შეინიშნება. ვოუ. აჰა, სავარაუდოდ არის ტრაქტორი. ძველი, მუხლხოიანი ძველი ტრაქტორი. არც ძრავი აქვს და რამე მსგავსი. ხო, აი აქ შევისწავლოთ. ხო, კაი რამეა. თან ისეთი ისტორიული ტრაქტორი ჩანს. აი, როგორ დასრულებულა ჩემი ჩანთა. ყველა ჩანთას მოყვება საწვიმარი გარედან. ხო და უბრალოდ ამ ჩანთას, რადგან მეორადი ვიყიდე, არ აქვს თავისი და ესე გაიწოცა ეხა. რადგან თავისი ორიგინალი არ აქვს, არც მიყიდია და ნამდვილად საჭიროა, იმიტომ რომ აი თავსხმა წვიმაში კარგად დაგისრულდება ჩანთა. შესვენების დროს აუცილებელია წყალი დავლიოთ. და რამე წავიმხესოთ რა. მე ხა თან მაქვს ვაშლი იდეაში, არ არის ცუდი ვარიანტი. ერთი ცალი ბანანი. რავი, ხილი კაია. და კიდევ ერთი ორ რაღაცა საჭმელი მაქვს. ზოგადად წყალზე მინდა გითხრათ რა. ეს არის ლიტრი და 500 გრამი მოცულობის ბოთლი, რომელიც არის საუკეთესო ლაშქრობისთვის და რატო? ზოგადად ეხა ინდივიდუალურია, ვინ რამდენ წყალს მოიხმარს მაგალითად, ეგეც დამოკიდებულია, ვინ ფიზიკურად არის კარგ ფორმაში, რადგან თუ ფიზიკურად კარგ ფორმაში ხარ, ნაკლები წყალი გჭირდება. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე კარგი არჩევანია ზოგადად ლიტრი და 500 გრამი. იმიტომ რომ არც ძალიან ბევრია, ანუ 2 ლიტრიც არ არის. უმეტეს შემთხვევაში დავდიოდი 1 ლიტრიანი ბოთლით და არ ყოფნიდა რა, ანუ დამატება მიწევდა და აი ეხა რაც გადავედი უკვე ლიტრი და 500 გრამზე, ეს უკეთესია შედარებით. ეს არის ბაფი არის რა, ეგრეთ წოდებული ბენდენა. ესე გადაგრიხავ. ესე გადააკვანტილებ, აი ესე გადმოწევ და ქუდია. აი დაიხურავ ესე. მეორე მაქვს აი ყელზე, მაგალითად ეხა ყელი გახსნილი რომ აქვს, ეს მიცავს და თან კარავი ახატია ამას. აი სადღაც გამოჩნდება, აი კარავი, ყვითელი კარავი. ეს მიცავს ყელი არ გამიცივდეს და ქარის დროს და ნიავის დროს. და რამე კაი რამეა რა, ხა თუ ძალიან შემცირდება სახეზე, ესე ავიფარებ. და აი ესე ვიქნები. და ნახეთ ისინი თახატია. ვინც კატა მოყვარული ხართ, ამას ახატია კატა. შავი კატა. ეს არის ჩემი შავი კატა, რომელიც მყავს და 8 წლის არის და მის საპატივცემულოდ ვიყიდე. იქედა გამომდინარე, რომ წლის პირველი ლაშქრობა არის და 2 დღის უკან ფეხის ვარჯიში მქონდა, ცოტა დაბალი ტემპი მაქვს რა. ამასობაში თოვლის სიმაღლემაც მოიმატა ცოტა, ვიღაცა კაი ჯიგარსაა გაყვანილი ბილიკი, თორე ოდნავ გამიჭირდებოდა სიარული. ასევე არის ზოგადად კიდე წონის საკითხი რა. მე მაქვს ზედმეტი წონა. ეხა 95 კილო გადის მაგაში, მაგრამ კუნთის მასაც არის რაც. აი, სვივა. რას მესრეულები რა გინდა? ხო, რაც შეეხება ზოგადად განწყობას და განწყობა მაქვს იდეალური, იმიტომ რომ აქ ვარ ხალხო, რა ვიცი. ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვარ და ყველა კვანყოფილი არის, ანუ აქ ვინც არის. აქ მარტო მე ვარ. ანუ მე ძალიან კვანყოფილი ვარ, იმიტომ რომ არ ვფიქრობ არაფერზე. არ ვფიქრობ სამსახურზე. სპეციალურად წამოვედი აქ, იმიტომ რომ თქვენთვის ესე რა ვთქვათ, ჩემი მხარდაჭერა დამენახებინა. რადგან 1000 გამომწერი მოვიდა და მალე მოვა. ეხაც შეიძლება მოვიდეს. მე ამას დავაფასებ. ამოვედით შემდეგ ნიშანთან. ეს ნიშანი გვეუბნება, რომ ჩვენ უკვე გავიარეთ 7.5 კილომეტრი და თავს შესაფრამდე დაგვრჩა ალბათ 1 კილომეტრი. ეს ძალიან კარგია. ეხლა იმედია ხედებზეც გავალთ მალე. ძველი მოგონებები გამახსენდა. ეს არის ღია ადგილი. შვენიერი მზის ჩასვლა გვაქვს. 2019 წელს, ზუსტად 7 წლის უკან, მე და ჩემი მეგობრები ვიყავით აქ. არც კარგი აღჭურვილობა ჰქონდა არავის, არც ფიზიკური მზადყოფნა და აქ იც რა ხდებოდა ხალხო, აქ იყო შტორმი. აი, ამერიკაში შტორმებს რო ლიზის და მარინეს არ ქმევენ, აქ იყო ეკატერინე. ქარი, თოვლი და ეს ადგილი ჩემთვის აღმოჩნდა საბედისწერო, რომ აი აქ რა მოვედი, წარმოვიდგინე რომ ვსაუბრ. ალბათ აქ ირაკლის სახელობის ჯვარს დადგამდნენ და ჩემი მეგობარი დამეხმარა, მე უკან მოbrunდა და ჩამაცვა და მაჭამა.
და ამით მომიყვანა იდეაში ფერზე რა. ხო და მე დამეხმარა ხა რა თქმა უნდა ჩანთა წამოიგო და რაღაცა და არ ვიცი რა აი ამიტომ მე შორი ვიძე შემდეგ წელს ანუ 2020-ში დაბრუნდი და კარგად მოვიარე. თუმცა დღესაც ძალიან კაი ხედები არის. აი ესე და მაგრამ ეხა რა ხდება რო იცოდეთ. ეს ძალიან მალე ჩავა და აქაც ციდება. და ზემოთ რომ მოწმენდილიც არის, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ძალიან დიდი ყინვა იქნება. ზუსტად იმას ველოდი, რაც ეხა დაგვხდა. თოვლი საკმაოდ დიდია და არ არის გაკვალული, თუმცა არ არის პრობლემა. რა ვიცი, არ მადარდებს დიდად. ნენელა გავდივარ მაინც და გზაზე ვარ. ესეთებიც ხდება ხოლმე. მოვადექით იდეაში ბოლო აღმართს და საკმაოდ გართულებულია გადაადგილება და სადა კიდე დამაგვიანდება ალბათ. უნდა ვიაროთ რა. ასე არის რა. ცხოვრებაც ასეა, ანუ ბოლო მონაკვეთი ყველაზე რთულია. ამას რა იბლი მერე დაგხვდება ავა. და იმედია ფეჩი და შეშა. ნაჯახიც. ამიტომ უნდა ვიაროთ, რა ვიცი, პარაგზა. შოკოლადი დაგხვდება კიდე. ეხლა ხალხო მივყვები, ეს ირემი კი არა, რა ვიცი, ეს არის ირმების მეფეს ნაკვალევი. იმ ხელა არის, ხალხო, რა ვიცი. ეს რო გზაში დაგიხართ აკოს, ფილმებში რო აი ის არის, ძალიან დიდი რქები რო აქვს, აი ეგეთი ტიპი იქნება ეს. ერთი შეხედვით რთული საკითხია, მაგრამ მართლა რთული საკითხია და პატარა შეჯამებას რა თქმა უნდა გავაკეთებ. როცა აღმართზე ამოვედით, აქ უნდა წავიდეთ მარჯვნივ და ეხლა ავალ ზემოთ. აი აქეთ უნდა წავიდეთ ზემოთ. დიდთოვლიანობის გამო ლაშქრობა ცოტა გაიწელა, თუმცა რა მივდივარ რა. ისე უნდა ვაღიო, მე ვარ ძალიან ყველაზე ნელი გიდი. მაგრამ გიდი. თუმცა მეწმეთ და გავამჯობესებ ხალხო მე პირობას დავდებ. თქვენ ხედავთ ხალხო მზეს? არა, მე ვერ ხედავ მზეს. მაგრამ მოვედით, მოკლედ ეს იყო რთულზე რთული ლაშქრობა. ძალიან კარგ განწყობაშია. აი ხალხო, რა ხალე კოტეჯია. ხედავთ, მოიცადე ახლოს ვინ. მანქანა არავინ არ არის, არის. იქ ხედავთ? ეხა ჩიტახების კოტეჯი, აქვე არის შეშა, იმედია ნაჯახიც არის და დავანთო ცეცხლი. ესეც ასე. აბა აქ ვინი არის? ჯუსტები არის. სპეციალურ რეინჯერებისთვის ეყავს. აი ახსოვს აქეთ არის სტუმრებისთვის და ფეჩი მინდა. ვარ მეშლება. შევიდეთ ერთი რა ხდება აქ. ფეჩი არა. ვარ. აუ ბუხარი უნდა დავანთავო? ფეჩი მინდა. ფეჩი დგა აქ. ბუხრის დამთება რა ვიცი, მაგრამ შეშე კი აწვი, აგერდა. თუ არ გევიჭვარტლებით, რატომაც არა. ერთი დენი ხო არ არის? ნახეთ ხალხო რა ინთო. პატარა დენი გვაქვს. მაგრამ მოდი ფეჩიც ნახო, აი მე ჩანთა მეიხსენი რა, აი, შეგაიდამია. რა უნდა გავიწე? ვითომ არ გეყო. ოპა, სად ყოფილა ფეჩი? აი, აქ უკვე სულ სხვა გარემოება და სითბო იქნება. ცეცხლი თითქმის დაინთო, ეხა ნენელა შეცხელდება. ცეცხლი მხოლოდ მჭირდება გასათბობად და ოდნავ კოტეჯი რო გათბეს. წინა გამოცდილებიდან ეს შეშა იმდენად ჭრალია, რომ ძალიან მალე იწვება და ნაკვერჩხას არ იტოვებს რა და თუ ძალიან გსივა, უნდა ადგე და თავიდან უნდა შეუნთო და ასე შემდეგ. ყავა დავლიოთ, ყავა! და გამოიწერეთ არხი თორე ცოტა შემსივდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით კი შევაჯამე ხვალ დილით. ხალხო აი ზოგადად კვების მხრივ მინდა გაჩვენოთ თუ როგორი კვება მაქვს, მაგრამ ეხლა მართლა არ შემიძლია და დილით გაჩვენებთ.
დილა მშვიდობისა. ისე კარგად მეძინა რომ ადგომაც არ მინდა რა ვიცი. თავი მეგონა სახლში. აბა დღეზე განახოთ რა ხდება აქ. ეს არის კოტეჯის წინა მხარე. აიდან ჩამოვედით. აქეთ არის შეშა, აი იმ შენობაში და იქეთ მგონი ტუალეტი არის. აი ესეთი ადგილია. აქეთ ამ მხარეს აბა აქეთ ბორჯომზე იშლება ხედები. რაღაცა გრუბელი შემოაწყა რა, ოთოს რა, ალბათ ოთოს. საკმაოდ კარგი ადგილია, აი აქეთაც შიგნით ოთახია. შიგნით ნახეთ ფეჩს შევეზებდით. აქეთ უბრალოდ ფეჩი არაა და სადაც ფეჩია იქ ჯობია. და არის ადგილები რა. აი კოტეჯში დამხდა ძალიან ბევრი სახოსნავი თუ საჭმელი თუ ყავა და ჩაი და ეს ძალიან კაი წესია. უბრალოდ ერთი მინუსი აქვს რომ შეიძლება თუ ცხოველმა შემოაღწია, ანუ სუნზე ან ამაზე შეიძლება კოტეჯი დააზიანოს, ანუ ან კარი გაატეხოს ანამე, თუმცა თუ მშიერი მოლაშქრე იქნება ძალიან კაია მაგისთვის. მინდა კარგ მოწყობილობაზე გესაუბროთ, ეს არის გაზი, ეგრეთ წოდებული პრიმუსი, მაგალითად რატო ეს საუკეთესო. ეს მოწყობილობა იცავს ქარისგან და დაახლოებით 8-9 წუთში შენ გაქვს ცხელი წყალი. აქედან გაზს მოუშვებ და ასე იზამს. აი როგორ შეუძლია წყლის ადუღება, ძალიან მაგარი რამე არის, ყველას გიჩვევთ. თუ ჯერ არ გაქვთ და ფიქრობთ შეძენას, ძალიან მაგარი რამეა. აღარ ჯობი არაფერი. ძალიან კაია ყავა, კოფეინი, გვაფხიზლებს, ენერგიას ვაძლევს. კვების ამბავში ძალიან მარტივი განაცხადება მივიღე და წამოვიღე მხოლოდ ერთი შეკვრა მიუსლე, რომელიც გუშინას დავაგემოვნე და ეხათ შევჭა. ადამიანებმა რო შეხედოს სალაფავს გავს, მაგრამ ერთმონდ ეს არის ხილის კოქტეილი რა, ძალიან მაგარია და თან შოკოლადის და აი ერთ-ერთი ნორმალური მიუსლე არის გრანულა, გირჩევთ რომ შეიძინოთ, შეიძლება ლაშქრობაზე მხოლოდ ეს წავიღო და მყოფნის სრული ლაშქრობა. 2 დღე იქნება თუ 3 თუ მეტი. და რატო? შემიძლია ჩემ წყლის ბოთლში ჩავყარო ეს და უბრალოდ წყალი ჩავასხა და ისე მივირთვა. ეს არის ჩემი გადარჩენის საკვები რა. ანუ ამას არ შევჭამ არავითარ შემთხვევაში თუ კარგად ავარ. და თუ საჭმელი გამითავდა, ანუ უკიდურესად მჭირდება ენერგია, ამ შემთხვევაში გამოვიყენებ, იმიტომ რომ ეს არის ჯერ ძვირიანი საჭმელი არის, ანუ როგორც ასეთი სპეციალურად სალაშქრო საკვები არის, როგორ შეგიძლია მომზადო ეს. აი თავი ეხსნება წყალში ასხამ შიგნით და თავს შეკრავ. დაიცდე დაახლოებით 8 წუთი და თვითონ ჩაიხარშება ეს ყველაფერი და მერე შეგიძლია მიირთვა. ძალიან ძვირი ხს, ალბათ 15-20 დოლარი ეღირება ერთი ულუფა. კონსერვებთან დაკავშირებით ჩემი აზრი ასეთია. თავიდან მეც როცა ლაშქრობა დავიწყე, ძალიან ბევრი კონსერვი დამქონდა. თევზის, რავი, ხორცის, ნებისმიერი, თუმცა აი ძალიან მალე მოგვეზრდა რა. თუნდაც ზეხვი, რაღაცა სოფის ესენი დიდად უგემური და ძალიან ცუდი საჭმელია ლაშქრობის დროს და ეს ინდივიდი მაგალითად ეს არის ტუნა და რავი, ტუნა ძალიან მაგარია, ამიტომ ამას გირჩევდით რომ ატარეთ. ძალიან მაღალი ცილებს შეიცავს. გაული ჩამოიყარა. მეერწმუნეთ ძალიან მაგარი რამეა, თუ ჯერ გასინჯული არ გაქვთ. უკ outdoor boys-ი როგორ საჭმელებს აკეთებდა. უბრალოდ ჯერ ბევრი ცოდნა უნდა შევიძინო, უნდა განვაახლო, იმიტომ რომ მაგალითად გადაღება და თან ლაშქრობა არ არის მარტივი საქმე და გარეხა რამე გადაღების სტილი მე მაქვს, იმიტომ რომ ამასაც სწავლობ თუ როგორ საჯობია კადრის დადება, როგორ შევძლებ, აი მაგალითად გუშინ ბევრ ადგილზე მინდოდა კადრის გადაღება, თუმცა თოვლის გამო ვერსად ვერ გავაჩერე და მანქან ვერ გავჩერდი და ამის გამო ისეთი კადრები ვერ გადავიღე, თუმცა რავი ხალხო, ვცდილობ, განვავითარებ და გამოიწერე არხი. ეხა ხალხო, ჩავიცათ ერთად. ნახეთ, ეს მე ეხა რაც მაცვია, ქვედა, ანუ ეს შარვალი და ზედა ეს არის Colmax ტექნოლოგია რა იდეაში. და რა არის Colmax-ი? შიგნიდან სხეულიდან ტემპერატურა გამოაქვს
და სითბოში აქ ზომიერად და სტანდარტულად რა. და მე გირჩევთ რომ როცა ლაშქრობის დროს ამ ზედაფენას ჩაიცნოთ და ზედა ქვედაფენას ხო? ესე უნდა მოიქცეთ რა, იმიტომ რომ თუ ეხა ბამბა ჩაიცვით რამე ესეთი არის სუნთქებს და ლაშქრობის დროს სუნთქვა არის ყველაზე მთავარი რა. როგორც ტემპის კონტროლის დროს შენი ფილტრმა უნდა ისუნთქოს, ისე შენმა სხეულმა ისუნთქოს და არ უნდა ჩაიკეტოს. ეხა მე რამეცვა გუშინ როცა აქ მოვდიოდი. ეს ზედაფენა და მხოლოდ ეს ბუმბულის ქურთუკი. საო? აქ აღჭირდება რომ 10 სვიტრი 25 მაისური ჩაიცვა. აქ ჭირდება სწორად შერჩეული დასაცმელი სწორი ამინდისთვის და სწორი პირობებისთვის. ასევე ეს წინდებით კოლმაქსი არის და ეს ჯუსტები არა ხალხო ჩემი აქ დამხვდა. ფეხსაცმლის შემთხვევაშიც ჭირდება მხოლოდ ერთი წინდა, ერთი მაღალყელიანი კოლმაქსის წინდა. არ ჩაიცვათ არავითარ შემთხვევაში 2-3 და რავი ერთად 10 წვილი ხალხო არავითარ შემთხვევაში ეს დაიმახსოვროთ იმიტომ რომ სუნთქვა თავარია სუნთქვა ეს არის ჩემი საძილე ტომარა და ეს არის იდეაში ზამთრის იმიტომ რომ მისი ტემპერატურა არის -5 და ეხა აგიხსნით ზოგადად ტემპერატურებს რა ნახეთ ყველა კარგ საძილე ტომარას აწერია გრადუსები და ზოგადად რა ბრენდია რა ტექნოლოგია და ასე შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ საძილე რომელსაც არ აწერია არაფერი ანუ არც ბრენდი არც გრადუსი და უბრალოდ შეხედავთ და კაია მოგეწონებათ არა არ იყიდოთ იმიტომ რომ დღეობით ბაზარზე არის უამრავი და გამოცდილ ადამიანმა შეიძლება ვერ შეარჩიოს სწორი საძილე ტომარა რისთვისაც უნდა კონკრეტულად ეს შეიძლება ჩაითვალოს ზამთრისთვის და ეხა რამდენიმე ნიუანსი მინდა გითხრათ რა იდეაში. ნახეთ აქ არის ეგეთი წარწერები, ანუ კონკრეტულად ამ საძილის შემთხვევაში 5 გრადუსი, ანუ 5 გრადუსში როცა დაიძინებ, დაგცხება და იქნება არაკომფორტულად და არ უნდა დაიძინო. ეს არის ლიმიტი, ანუ ზედა ლიმიტი. ეხა ქვედა ლიმიტი რა ხდება? კომფორტი აწერია -5. მაგრამ ეს კომფორტი ვისთვის არის, ანუ ეს კომფორტი არ არის კაცისთვის. აქ იგულისხმება ქალის კომფორტი. ხო, ანუ ქალის კომფორტი, იმიტომ რომ ზოგადად ქალბატონების და პატივისცემა ყველას, ქალბატონს, ტემპერატურა არის სხვადასხვა, ანუ კაცის გამძლეობა და ზოგადად ქალის გამძლეობა სხვადასხვანაირად არის. ესეა ბუნებაშიც, მე ხო ისავრობ თვილს. ამ შემთხვევაში იგულისხმება კომფორტი, იგულისხმება -5 ქალის შემთხვევაში, თუ ამ საძილეში ქალი ჩაწება -5 ტემპერატურაში თავს იგრძნობს კარგად. და ეხა ამას აწერია ასევე ლიმიტი. ამ შემთხვევაში ლიმიტი არის კაცის. კაცს შეუძლია ამ საძილეში გაძლოს -11 გრადუსი. მაგრამ ეს რა ხა დროის ფაქტორი არის, ანუ ნახეთ 8 საათი, ანუ აქ წარმოებელი გულისხმობს, რომ შენ 8 საათი მინუს კომფორტში, ანუ -11-ში კომფორტულად იქნები და ესე შემდეგ და ასევე აწერია -31 და -31 არის ეხა კი ხვდებით რამხელა ის არის გრადუსი არის და გადარჩებიო, მაგრამ მაგათ შეგწიბდებაო რა, ეს საკითხი არის ზოგადად და აქაც არის რამდენიმე საათი, ალბათ 6-5 საათი არის საუბარი 8 საათზე, ანუ შეიძლება მეტი ვერ გაძლო. ასევე აწერია კიდე წონა ეს კონკრეტული საძილე არის 1 და 4 კილო. ზამთრის საძილისთვის, რომელიც ბუმბულის არ არის. ეს არ არის ბუმბულის. ხო, 1 და 4 ძალიან კაი წონა და ნახეთ ახლა როგორ საკითხია. თუ ზამთრის საძილე არის 2 კილო, არ იყიდოთ. თუ არის კილო და 800, არ იყიდოთ, იმიტომ რომ რაღაცა სინთეტიკა იქნება და ნაგავი იქნება და შენ სითბოს მაგივრად დიდ წონას მიიღებ და არ იყიდოთ. და ახლა კიდე რა არის ახლა? აი მაგალითად აქ აწერია თუ დაინახავთ N1357 და ეს არის სტანდარტი, ანუ ნახე ამ ბრენდმა რო იფიქრა რომ მოდი ჩვენ როგორ გავსაზღვროთ ადამიანების სითბო და სხვა ბრენდებმა რო იფიქრეს ვერ შეჯერდნენ, იმიტომ რომ სხვადასხვა სტანდარტი ჰქონდათ და მე ჩამოყალიბდა ერთიანი ევროპული სტანდარტი, რომელიც N ხარისხი არის იდეაში და ეს გულისხმობს, რომ ეს არის საერთაშორისო მიღებული ბრენდი, ანუ საერთაშორისო დონის ტემპერატურები უწერია და არის კარგი. ამიტომ ეს გაითვალისწინოთ აუცილებლად, რომ საძილე ტომრის შერჩევის დროს აუცილებლად ხარისხიან საძილე ტომარა იყიდოთ. თვითონ ეს კაილასი, ანუ არის ტოპ ჩინური ბრენდი. აი ვერ წარმოიდგენთ ისეთ ბრენდებს ჯობია ბევრ რამეში და ისეთი მაღალი ხარისხი გააჩნია, რომ ეხლა რო დავასახელოთ თქვენი ტოპ ბრენდები, რავი, ეს არის ოქრო და ის არის ნაგავი, ამიტომ ჩინური პროდუქცია არის ძალიან მაღალ ხარისხიანი და მე ამ ბრენდის ბევრ რაღაცას ვიყენებ. ეს საძილე ტომარას ძალიან კაი ფასად ვიყიდე და ამიტომ ხო, დიდი რეკომენდაცია ამ ბრენდს. მომავალში აუცილებლად ჩავიცნებ რაღაცებს და აუცილებლად ვიყიდე კიდე ამ ბრენდის რაღაცებს და განახილ. ხო, ბაფები მაქვს ამ ბრენდის და ასე შემდეგ. ჩემი ძირსაგები უნდა გაჩვენოთ, ეს არის აღარც მაქვს რამდენი წელია, მაქვს 5 წელია, მაქვს.
ეს არის გარმონია. და ეხა რატო არჩევ ამასთან მაგალითად რატო არ ვიყიდე თუნდაც გასაბერი ძირსაგები და რატო დავიტოვე ეს 5 წელი და რავი 6 წელი. პირველ რიგში უმარტივესი გამოყენება, ანუ წამში მოხსნი ჩამთიდან და ჰოპ, გარმონია და გაშალდა გასწელია. დაკეცვა გინდა იმ წამს შეგძა დაკეცვა. ეს ერთი. და მეორე წონა 450 გრამია ეს წონაში. ხო, ზოგადად ხა სიტყვოს ვარიანტში, მოდი ახლა მე რო ახლა გარეთ მინდოდეს დაძინება და ნახეთ ახლა მაგ კაი საძლეტო, მაგრამ მაგალითად -5-იან. მაგრამ მაგ ეს არის 3 სეზონის, ანუ მაგალითად გაზაფხულის, ზაფხულის შემოდგომა შეიძლება ამით წახვიდეს ალაშქრად. მაგრამ არა ზამთარში. ადამიანმა რომ მკითხოს გასაბერი პარალონი გირჩევიან თუ ეს მე ვეთქვი ეს. რადგან გასაბერი ერთია რომ ძალიან ზვირიგს თუ სუბოქსი კიდე, რავი 400 გრამიანი, 450 გრამიანი რო იყიდო, რავი $200 უნდა გადაიხადო, ან მეტი. რავი ეს რა უნდა იყიდო, რა ეღირება ხა ეს ღირს, რავი $20 დაახლოებით და რავი ჩემთვის ძალიან კომფორტულია. უბრალოდ ახლა ერთი მინუსი არის რა ზოგადად. გარედან პირადად მე ჩანთაზე არაფერი არ მაქვს მოკიდებული გარდა პარალონისა. და ეს მინუსი აქვს, იმიტომ რომ გარედან თუ შენ რამე ნივთი არ გაქვს მოკიდებული და ყველაფერი ჩანთაში გაქვს, ეს ძალიან კაი არის იმისთვის, რომ ერთი არ დაკარგავ, მეორე ვიზუალური მხარისთვის და მესამე, რავი, შენ გეტყობა, რომ უკვე რაღაცა გამოცდილება გაქვს, გამხრივ და კაი ადამიანი ხარ რა. ზამთრის ლაშქრობებისთვის შარვალი ხარ ხო? აი რომ დაგანახოთ ჩემ ვიდეოში, შენიშნავდით ალბათ, რომ ამ შარვალს აქ ღიად ეს ადგილი და რა არის ეს? ეს არის საჰაერო ხალხო, სულ თქვა 1000 ჯერ გევიმეორებ, 1000 ჯერ. მე რომ ამოვდიოდი გუშინ აქ მთაზე, სრულად ანუ გზის მანძილზე ეს ორი საჰაერო ადგილი მქონდა გახსნილი. და რატო? ეს რო შემეკრა, მოკლედ ფეხებიდან აორთქლებული ენერგია და ზოგადად აორთქლი და ინტენსივობა დარჩებოდა შიგნით და არ გამოვიდოდა გარეთ. ეს რაც გამოიწვევდა, ეს დისკომფორტს, ანუ შიგნით გაოფლიანდები და ზოგადად ეხლა როგორ საკითხია, თუ ბევრი ჩაიცვი კიდე, ძალიან ბევრი ჩაიცვი, შეიძლება თერმოდამწრობა მიიღო შიგნიდან. და ამან ვერ მიხვდა და ვერ გაანალიზო და ეს უბრალოდ იმის ბრალი იქნება, რომ შემასხეულმა არის სუნთქა და შიგნიდან ამოწევი, ასე ვთქვათ. ამიტომ ეს შარვალი იმით გამოირჩევა, რომ ეს ზოლები აქვს და ზუსტად ამის გამო ვიყიდე. ეს არის იდეაში სათხილამურო შარვალი და საკმაოდ ძალიან კარგი არის თოვლზე რო დაჯდები და რაღაცა არც ხსივა ისეთი სქელი მატერიის არის. ან უბეში ექნება მეიკას რა ქვია, ელოვა შესაკრავი. გამოვაფინე ყველაფერი ხალხო და აი ჩემ საწვიმარსაც აქვს ელოვა შესაკრავი ოღონდ სად? აი იღლიაში. ჩანს, ეხლა გავხსნი. აი. ხანდახან შეიძლება როცა ცხელა გახსნა ესენი, გაგრილდა და როცა გწიო შეკრა და თავისთავად გათბები უფრო. რატომ აქ ეს ორი დანა? ეს არის პატარა ვიქტორინუქსი, რომელიც არის ძალიან მაგარი რამე, აი რაღაცა პატარა რაღაცა წვრიმანი რაღაცების გასაჭრა და ასე შემდეგ. საქმეში ერთვება დიდი ბიჭი, ეს არის მორას დანები, მორაკინი, არის შვედური დანა და არის ძალიან მაგარი რამე. ზომა ეხა რაც შეხა, ეს არის დაახლოებით 10 სანტიმეტრი და ზოგადად ეს დანა გათვლილია უხეში გამოყენებისთვის, ანუ შეიძლება ეს დანა შექმნილია ბევრი დანიშნულებისთვის, შეიძლება ტაქტიკურად გამოიყენო ნებისმიერი რამისთვის, გინდა გაჭრა, გინდა გაჩეხო, გინდა გაფატრო და ასე შემდეგ. უბრალოდ ამ დანის ყიდვა ზოგადად მომიწია შემთხვევით, ეხა არ მინანი არასდროს რო ვიყიდე, უბრალოდ ერთი მინუსი აქვს, რომ ამ დანას აქვს ცეცხლის ეს კაჟის ქვა თუ რა არის ეს, რა ქვია ამას, არ მახსოვს სახელი. თქვენ დამიწერეთ კომენტარებში. ეს მოყვება და ნახეთ ახლა როგორ ისა, რადგან ეს მოყვება, აი აქ უმაგრდება რა. და ამის გამო რომ აქ უმაგრდება, აი შეიძლება მომენტში რაღაც უხეში გამოყენების დროს ეს გამოვარდეს და რაღაც დისკომფორტია, თუმცა მაინც მაგარი დანაა ძალიან და ბევრ რამეში გამომიყენებია, რა 3 თუ 4 წელია მაგდა, შეცვლასაც არ ვაპირებ, ისე კაი დანა არის. უბრალოდ ნახეთ, აი რემბოს დანა იდეაში ლაშქრობაზე არ უნდა წაიღოთ ახლა. რო გითხრათ ახლა ამ დანით მე რომელიმე ცხოველი შევებრძოლები და დაათს მოვკლათ უმგელს, ვერა. ხალხო, ეგ დაივიწყეთ, ანუ ეგ მითებია და უბრალოდ ახლა სასიამოვნო მომენტი, ანუ მაინც რადგან დანა გაქვს, თვლი რომ იქნება ასე ამ ბუნების გარდა ადამიანი დაგესხა თავს, ხო? უცებ რაღაცა მაინც მოქმედება შეიძლება დაგეხმაროს, თუმცა არის რაიც რა ხდება, მაინც გარემო და ბუნებაა და უბრალოდ ამ იმას, ანუ იმ რელებს გეუბნებით, რომ თუ რომელიმე ცხოველი გზაზე შეხვდათ, მერწმუნეთ, არც ესე გამოგადგებათ და არც
აბა დავათვალიეროთ შეშის ადგილი. ძალიან კარგი შეშა არის. აი, რო შევაფასო ეს ადგილი, ხაი, ნახეთ. როგორი კაი ადგილი. ესეთი კოტეჯები ხალხო ძალიან მაგარია. ისტორიის მოყოლა შეგიძლია რა, რომ აი მე კაცო აქანე ვიყავი თქო. რა ვიცი, მე გირჩევთ რომ იაროთ. უბრალოდ ეხა ნიუანსები არის გასათვალისწინებელი. გუშინ საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა, რადგან თოვლი იყო გაუკვალავი. მაგრამ ხა ვინ გაკვალავს თოვლს? არავინ არ გაკვალავს თოვლს. ეს არის ლატარია. ჩემ შემთხვევაში ნახევარი გზა ძალიან კაი იყო, თუმცა ზედა ხარეს უკვე როცა წამოვედი, აი დაახლოებით 40 სანტიმეტრი, 50 სანტიმეტრი თოვლი იყო, რომელიც კვალე. და ეს იყო რთული, ამიტომ დამაგვიანდა. თუმცა სხვა მხრივ ძალიან კაი მე ყვაყოფილი ვარ და ხა ცოტა ქარი ამოვარდა, მაგრამ არ აღუშავს. ხო, იქნება და ირემიც აქვე იყოს სადმე. ეხლა რა დასამალია, რომ თოვლში ჩახტომა მინდოდა რა. და ამის ჩვენება, რომ აი როგორი ისავარ, მაგრამ რადგან ძალიან გადავიკალე ამ მოსვლის დროს, ჩემმა სხეულმა საკმარისი სტრესი მიიღო. მაგრამ სტრესია თუ არა თოვლში ჩახტომა, ეგეც საკითხავია, უბრალოდ ეხა არ ვარ მაგ ფორმაში, ამიტომ ამისთვის შეგიძლიათ ერთი unsubscribe გააკეთოთ. ჩემ აღჭურვილობაში ასევე არის თოვლის პაჭუჭები, იგივე გამაშები და რა შვება ეს. ჩაარტყი თოვლში. არ შედის შენ ფეხსაცმელში თოვლი და გიცავს. ამისგან ეს არის ძალიან მაგარი რამე. თოვლში ამის გარშე არ უნდა წამოვხედეთ ზოგადად. ჩავლაგდი, ყველა ჩემი ნივთი ავიღე და ზუსტად ისე დავტოვე ყველაფერი როგორც იყო. ანუ არც ნაგავი არ დამიკავებია, არც რამე ნარჩენი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არ ჩვენ რომ მოვდივართ, არ უნდა მოვიქცეთ ცხოველებივით. არამედ უნდა მოვიქცეთ კულტურულად. ხშირად დამწყები მოლაშქრეები ძალიან ბევრ პლასმას და პარკს იყენებენ, აი წარმოიდგინეთ ერთი საკვებისთვის ცალკე პარკი, მეორესთვის ცალკე, რაღაცა სასուցნაოსის ცალკე და ეს რა ხდება ხალხო, ანუ შენ თუ 10 პარკს ყიდულობ, ესე იგი პარკების წარმოებელი ქარხანა, ეხა მე შენთან კი არ მაქვს პრობლემა, ჩემ მეგობარო კაცო ბიზნესი და ყველაფერი, მაგრამ გარემოს საკითხში, როცა ამის გადამუშავება არ ხდება საქართველოში, რა გინდა რო ქნა, ანუ ბუნება ხარ უნდა დააზიანო, ამიტომ პლასმასის ნარჩენების მართვაში გთხოვთ რომ ყურადღება გაითვალისწინოთ. ასევე ბევრჯერ გამოვაჩინე ჩემი ბოთლი და რატო უნდა გქონდეთ ერთი კარგი ბოთლი. ყოველი ახალი ლაშქრობის დროს არ უნდა იყიდოთ ახალი ბოთლი. ეს ერთია რომ პლასმასის მოხმარებას ამცირებს, მეორე არის რომ გარემოზე ზრუნავ და მესამეა რომ კაი ადამიანი ხარ. და ზღვაში ზღვის კუები არ მიირთმევენ ამ პლასმასებს, ამიტომ გაუფრთხილეთ ბუნებას. ვემშვიდობებით ამ ადგილს, კარს კარგად ვკეტავთ და ბრუნდებით ბილიკის დასაწყისში. ანუ ჩვენ გამოგვივა წრიული ბილიკი, ძალიან კარგი, წავედით. ყველა ნიჭს ვამოწმოთ ჩანთაში თუ გვაქვს, რავი, ორჯერ შევამოწმე და იმედია რამე ამჩება. თუ რამე დამჩება და თქვენი პოვით, თქვენი იყოს. ასე რომ წავედით. Let's go! ხალხო, ახლა თუ მე ირემი ვნახე, აქ მოbrუნდები და დავშები 4 დღე კიდე. მართლა. პირობას გასწრებ. Bam baram bam 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 baram bam 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 baram bam 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 bam. აბა კარგად იყავით ბორჯომის კიდრნო ირმებო. ლაშქრობის დროს შენ მოუნდი საშუალოდ 7 საათი ამოსვლას ესე იგი მთაზე. უკან წამოსვლის დრო არის ნახევარი ხალხო. და ეს ძალიან კარგია. უკანა დრო დაგჭირდება 3 საათი ნახევარი. და ეს არის თითქმის დასვენება რა და საკმაოდ მალედაც ახერხებ ჩასვლას უკან. ეს არის ლიკანის ბილიკი და აქ უნდა წავიდეთ ხა ჩვენ. ეს არის ლომის მთის თავშესაფარი, რომელიც სამწუხაროდ დაიწვა. ეხლა მართლა ვერ წავალ, რადგან გაუკვალავია, თუმცა სხვა დროს წავიდეთ. ძალიან კაი პანორამული ხედები იშლება. და აი, როგორი ხე არის. სავარაუდოდ მე ხე დაიწყო. სასწაული ჰაერია. გუშინ ისე მეძინა, ერთხელ არ გამიღვიძია, ერთხელ არ დავფიქრებულვარ, რომ აი რაღაცა ცხოველი ხარ მოსულა. კბილად გემრიელად მეძინა. აი, ჩემ ტელეფონში ხედავთ თუ არა პინგვინს. კი გეცოდინებათ ბოლო ტრენდი, რომელიც პინგვინთან აკავშირებით გავრცელდა. აი რა გამოიწვია, აი წამოვედი აქ. იმიტომ რომ ეს პინგვინიც მარტოა. მეც პინგვინი ვარ ხალხო, რა ვიცი. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ.
ეხლა მეც ხო საქართველოს მოქალაქე ვარ და რავი ტრადიციულად რაღაც სამსახური, ოჯახი რაღაც გააკეთე და მიყვებ, მაგრამ ეგ ხო ერთფეროვანია, ხო მე არავის არ ვაყენებ შაურ აწყობას არავის არ, მაგრამ ზოგი ადამიანისთვის ეგ ჩვეულებრივი მოვლენაა და რა ვიცი არაფერი ისეთი და ეხლა მე განსაკუთრებული ვარ თუ არა, არა ვარ განსაკუთრებული, ვიღაცა უბრალო ადამიანი ვარ. უბრალოდ ჩემთვის ეს ქმედება აღმოჩნდა პინგვინის ცხოვრების სტილი რა, ანუ ქალაქში ცხოვრება ჩემთვის არ არის რაღაცა ბედნიერება. კი, ეხლა ქალაქში ცხოვრობ, მაგრამ ეს მირჩევნია და რავი, ეხლა ცხოვრება როგორ მოიტანს გააჩნია, ყოველთვის ფიქრობ, რომ დარჩენილ ზოგადად წლებს სოფელში გავატარებ. ამიტომ იყავით პინგვინი და თქვენც რაღაცა იარეთ, გადადგეთ ისეთი ნაბიჯები, რომ აი თქვენ გაგისწორდეთ. მე ეს მისწორდება და მაგით დავდივარ და თან საკუთარი თავი აქ აღმოვაჩინე და ზოგადად YouTube იმიტომ დავიწყე, რომ რატომღაც ხალხს როცა ვესაუბრებოდი ლაშქრობის საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება თავს ვაბეზრებდი, დიდად არ უნდათ ეხა წადი დღეში რაღაცა 15 კილო ჩანთა ათრიე და მე თქვი რომ ბედნიერი ხარ, არა. მეც ეხა ხანდახან არ მქონდა ზოგადად სწორი კომუნიკაცია ადამიანთან, რომ აი აუხსენი უთხარ და ცოტა აგრესიული არა. ინტენსიური ვიყავი სხვა ადამიანებს მიმართ, რომ აი წამოდი წაგიყვან, გამოდი, თუმცა უმეტესი მათგანი უარს ამბობდა, მაგრამ ეხა ეგ შეიძლება იმ მომენტში მემწყნოდა, თუმცა ეგრე არის რა. ყველას შეიძლება არ შეუძლია, მაგრამ ყველას არ უნდა რომ იყოს პინგვინი რა. რა ვიცი. თქვენ იყავით პინგვინი და გამოიწერეთ ჩემი არხი. ვაუ, გონი საუკეთესო ხედზე გავედი. ძალიან კარგია და ლამაზია. ეხლა განახეთ დაახლოებით რამხელა თოვლი აქვს. მოხზე ჩავიდა. ესეთი ღია ადგილი, სადაც ქარი უბერავს. უმეტესად აქ არის დიდი თოვლი, რადგან ახლა ვინც არ უნდა გაიაროს, შეიძლება იმ დღესვე შეცვალოს თოვლმა სიტუაცია და ეს არის ყველაზე რთული მონაკვეთი ამჟამად, რადგან მიწევს უშუალოდ გაჭრა. ნახეთ, ფეხი რო ჩაეფლო, ეგ არის დამღლელი მომენტი. ან ნახეთ, ჩვენ ხო ერთი ნაბიჯი დავდგით და გონია რომ სავა დავდგით და მეორე უნდა გადავდგეთ. ამ დროს რო ქვამოთ მიდის, ფეხი ეს აკვალ დამღლელია. ხოდა შაქარი მოლაშქრის მეგობარია რა, ეხა. ოღონდ დიაბეტი არ ახალ ხო, ანუ შორს. გაზიანი სასმელი ზოგადად ლაშქრობის დროს არის პირიქით ძალიან კარგი, სისხლში გვიმატებს შაქრის დონეს და უფრო მეტ ენერგიას გვაძლევს. ამიტომ ფანტა, ეხა კოლაბორაციაზე თუ არა, რა ვიცი. ერთი შეგვარა ფანტა მაინც გამომიგზავნე, შეგაი ადამიანი. მე მგონი ბევრი ადამიანი არ იქნება საქართველოში, ვინც ფანტას ამ ზღვის დონიდან 1900 მეტრზე. თუ ეხა სათვალის გარეშე ხართ და თქვენ მზეში გადაადგილდებით, რავი, თვალის ექიმი არ გიშველით მერწმუნეთ. წინა კადრში რო ვახსენე ლომის მთა, ეს არის ლომის მთა. იქვე ახლოს იყო კარგი მსგავსი კოტეჯი, სამწუხაროდ დაიწვა. იმედია რომ განაახლებენ და მალე ააშენებენ და ის არის ლომის მთა. თოვლის მერე გზაზე სიარული, რავი ხალხო. ძალიან მაგარია, გზა მომენატრა. იმედია ბილიკის ბოლომდე ესე იქნება. ხო, რაც შეეხება ეხა დაახლოებით დაგვრჩა 4 კილომეტრი ნახევარი, უშუალოდ იმ წერტილიდან, საიდანაც დავიწყეთ. ეხლა გვაქვს საკმაოდ დამარეცი დაღმართი და ეს ჩვენი ფეხებისთვის, წვივებისთვის არის მკვლელი დაღმართი. მაგრამ ხა რა უნდა ქნა, ანუ თუ ესეთ დაღმართზე მოგიწევს სიარული. აი, ეხლა განახეთ. ძალიან მარტივი საკითხია. არ ჩავდივართ პირდაპირ, თორე პირდაპირ მიდის ჩვენზე დატვირთვა. ნახეთ, როცა აღმართზე ავდივართ, სხვა კუნთი მუშაობს და როცა დაღმართზე ჩავდივართ, სულ სხვა. ამიტომ ვიაროთ ისევ ზიგზაგით. ანუ აი გზის მარცხენა მხარეს წავედი, მერე წავედი ასე. შემდეგ ასე. დაცურების რისკიც აღარ არის. რადგან ფეხსაცმელი ძალიან კარგად არის. ახლა ეს მოხდა დაცურება და ჯოხები მაქვს. ამიტომ არ წავიკეცი. არა უშავს. ამიტომ გააკეთეთ ესე. და უფრო მეტი შანსია რომ კარგად ჩახვიდეთ და არ დაიღალოთ ენერგია არ დახარჯოთ. დაუბრუნდი საწყის ლოკაციაზე და უცებ შევაჯამოთ. ეს ლაშქრობა არის ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც უკვე აქ მცირე სალაშქრო გამოცდილება, აქვს ძალიან კაი მყარი მუხლი და შესაბამისი კარგი აღჭურვილობა. მართალია ცოტა დავიღალე ვიდეოში, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლაშქრობა ცუდი იყო და პირიქით ეს გახლა შემდეგ უფრო კარგად გამახსენდება.
იმედია ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერეთ ჩემი არხი და სულ მალე დაგიბრუნდებით.